მთელი საბრძოლო კემპი ცდილობდი რომ დამეხვეწე ჭიდაობა, რადგანაც სხვა ბრძოლებში ძირითადად დომინირებ პარტერში უბრალოდ არ ვიყენებ ჭიდაობას გრეპლინგის ხარჯზე, ან ძირითადად ბომბში ვიბრძვი ხოლმე და ამ ბრძოლისთვის სპეციალურად ვემზადებოდით, მეტი დრო გამოვყავით იმისთვის, მეტი გვევარჯიშა ჭიდაობაზე, განსაკუთრებით აი კეიჩთან, კედელთან ახლოს და ბრძოლას ისე წავიდა, რომ ანუ რატომღაც ველოდებოდი, რომ უფრო მეც იჭიდავდა და მე ვიყავი დომინანტურ პოზიციაში. მე ვაკეთებდი ვასრულებდი ტეიქდაუნებს და სამივე რაუნდი დამაჯერებლად წამოვიღე და გავიმარჯვე კიდეც. ემზადებოდა ალბათ უფრო დგომში საჩხუბრად და გამომდინარე აქედან ორჯერ სადა თვითონაც ტეიქდაუნი გაეკეთებინა და როდესაც თავი კარგად დავიცავი და ვერ გადამიყვანა, შემდეგ დაიღალა და აღარც ვიცდია, რომ თვითონ გადავიყვანე და პარტერში ყოფილიყო დომინანტი. რისკი არის გარკვეულწილად, მაგრამ როდესაც ხედავ რომ ჯობნი ჭიდაობაში და მოუსინჯავ, რა თქმა უნდა, პირველი რაუნდი მიდის დაზვერვითი პოზიციები, ცდილობ გაარკვიო მოწინააღმდეგე რამდენად ძლიერია ფიზიკურად, რამდენად კარგად ფლობს დისტანციას, ან რამდენად კარგი ჭიდაობა აქვს და როდესაც დავინახე, რომ მე მქონდა უპირატესობა და შემეძლო, რომ ჭიდაობითაც მისთვის მეჯობა, ამიტომაც გადავწყვიტე, რომ გამეგზელებინა ისე როგორც გავაგზელე. არ ვფიქრობდი, რომ მთელ ბრძოლას წავიყვანდი ჭიდაობით. რა ვფიქრობდი, რომ ანუ სტრაიკინგი და შიგადაში გავურევდი ჭიდაობას, მაგრამ ესე არ წავიდა რა. ნახე, რომ ჭიდაობაში ბევრად უკეთესი ვიყავი და ეს ბრძოლა ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი დასაბრუნებლად და ამიტომ აღარ გავრისკე. შემდეგ მისთვის სტრაიკინგში გამეგზელებინა ბრძოლა. ვფიქრობ, რომ წინა ჩემი დამარცხება იყო სუფთა შემთხვევითობა, აი სპორტული იღბალი, უბრალოდ არ გამიმართლა რა წინა ბრძოლაზე. ბევრად უკეთეს ფორმაში ვიყავი წინა ბრძოლაზე, მინდა გითხრათ. ახლა გარკვეულწილად ჯანმრთელობის პატარა პრობლემები მქონდა. ჩემს ადგილას შეიძლებოდა სხვა ჩახსნოდა ბრძოლას, მაგრამ მე არ ჩავეხსენი და რამოდენიმე დღე ვსვამდი ანტიბიოტიკებს, რაღაც ინფექცია ავიკიდე ხელზე დარბაზში. გამომდინარე აქედან 4 დღის განმავლობაში ყოველ დღე 6 ტაბლეტს ვსვამდი, გამოვიდა ეს 24 ტაბლეტი ანტიბიოტიკის მიღება საკმაოდ ძიმე სტრესია ორგანიზმისთვის და გარკვეულწილად დამარცხა კიდეც კარდიოზე ცოტათი ვიგზენი, რომ ისე ვერ ვიყავი, მაგრამ უკეთესად გამოვჩნდი ყოველ შემთხვევაში რა. ეს ყველაფერი ისევ და ისევ ჩემი გამოცდილების ხარჯზე, რადგანაც კარგად გადავანაწილე ჩემი ძალები და ზედმეტი ენერგია არ დავხარჯე. თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ წინა ბრძოლა იყო სუფთა შემთხვევითობა და შემიძლია რომ ბევრად უფრო კარგად წავიყვანა ის ბრძოლა და მომეგო. ჩემი მხრიდან რაც დავინახე, ეს იყო შეცდომა, რომ აი ფეხები ზევით ზედმეტ არ უნდა მექნია რა. უნდა მემუშავა ძირითადად ხელებით, ჭიდაობა უნდა მეცადა და შეიძლებოდა რომ აი ლეკიკი მემუშავა რა, უფრო მეტი ლეკიკი. რა შეცდომა დავშვი იყო, რომ დავშვი ფრონტკიკი და რომლის დროსაც მოწინააღმდეგემ ჩემ ფეხი დაიჭირა და შემდეგ უკვე ისეთ პოზიციაში აღმოჩნდი, საიდანაც ვერ გამოვედი რა. ძალიან გამოცდილი მებრძოლი იყო ჩემი წინა ოპონენტი, გილბერტ პატრიცინიო, შავი ხამრითმფლობელია ბრაზილიურ დივიზიაში. ბრაზილიელია და მათთვის როგორც ჩვენთვის ქართველებისთვის ჭიდაობა არის ტრადიციული და მთელი საქართველოს თითქმის ჭიდაობს ბავშვობიდან. ასევე ისინი მთელი ცხოვრება პარტერში ამას აკეთებენ და საკმაოდ კარგადაც გამოდის. არასოდეს არ გამჩენია ჩემს თავში ეჭვი, მიუხედავად იმისა, რომ 4 წაგება მქონდა მიყოლებით. 4 ბრძოლა წავაგე, 70 კილოგრამ წონის კატეგორიაში გამოვდიოდი იმ პერიოდში და 70 კილოგრამი იყო ჩემთვის დიდი წონა, ანუ ვიკლებდი მხოლოდ 3-4 კილოგრამს და გამომდინარე აქედან ფულებით ვაგებდი და სულ რაღაც მცირედი უპირატესობით მოწინააღმდეგესთან. ჭიდაობის ხარჯზე ძირითადად ალბათ წონის ხარჯზე ცდილობდნენ ჩემთვის მოეგოთ რა. მე არასოდეს არ გამჩენია იმის რაღაც შიში, რომ ამ სპორტში არაფერი გამომივა და წავსულიყავი. ესეთი ფიქრები არ მქონია და ყველაფერი არის მოტივაცია, შენ თვითონ უნდა მისცე მოტივაცია, თუ დაიჯერებ იმას, რომ შენ ეს შეგიძლია
და თუ ასევე ხედავ შენს თავში პოტენციალს დარბაზში ატარებ მძიმე სპარინგებს ისეთ მოწინააღმდეგეებთან და სპარინგ პარტნიორებთან, რომლებიც წარმატებულები არიან სხვადასხვა დიდ ორგანიზაციებში, ეს ყველაფერი თავდაჯერებულობას გმატებს და შენ არ ფიქრობ იმას, რომ წახვიდე ამ სპორტიდან და შენ არაფერი არ გამოგივა. დამარცხება ეს დროებითი ამბავია. ფიქრობ, რომ კარგ ფორმაში ვარ, დარბაზშიც კარგი სპარინგ პარტნიორები მყავს, კარგი გუნდი მყავს. ყველანაირად ვიმზადებით, არ არსებობს მოწინააღმდეგე თუ შემირჩევენ რაღაც მათ საბრძოლო სტილი აქვს, მსგავსი პარტნიორი დარბაზში ვერ ვიპოვო. ან შემიძლია სხვა დარბაზში წავიდე სასპარინგოდ და გავსპიროვნებას სპარინგოდ მოვემზადო ინდივიდუალურად იმ ბრძოლისთვის, რომელ ბრძოლასაც ავიღებ. გამომდინარე აქედან არანაირი პრობლემა არ მაქვს, შემდეგი მოწინააღმდეგე ვინ იქნება ჩემთვის, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თავარია, რომ ახლო ხანებში ჩავნიშნო ეს ჩემი რეიტინგი, რომელიც 10-ს ამბეჭდავია ამ მომენტისთვის, მინდა რომ გამოვასწორო და რაც შეიძლება მალე უფრო დიდ ორგანიზაციებში მოვაწყო ბრძოლები. რაც ამერიკაში ვარ, 4 ბრძოლა ჩავატარე და სულ ანდერდოგი ვარ უმეტესად, სადაც გავდივარ. მაგრამ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს. კიდე ერთი კამარი რომ მოვიგე, აქ პირველად რო ჩამოვიდი, ანდერდოგი ვიყავი, ანუ გამიყვანეს ერთ იტალიელ ბიჭს შევხვდი, ჯონ კალდონეს, რომელიც PFL-ში იბრძოდა და შემდეგ ახლა UFC-თვის ემზადებოდა და ჩემს ბრძოლასაც შეეხება არც ერთი ბრძოლა არ ყოფილა ერთფეროვანი. ყველა ბრძოლაში ვარ განსხვავებული და ვფიქრობ გამომდინარე აქედან ჩემთან უფრო მეტად გაუჭირდება მოწინააღმდეგეს იმის პროგნოზირება თუ რას გავაკეთებ შემდეგ ბრძოლაში. და რაღაც კონკრეტული ერთი სკილით ჩემთან ან ერთი გეგმით ვერ იმუშავებს. ყოველთვის უნდა იყოს სიურპრიზებისთვის მზად. უთხარი რომ მე ვარ სენაკიდან, ანუ უმეტეს მათგანს გონია რომ მხოლოდ თბილისია საქართველო რა. ყველასთვის საქართველო ასოცირდება დედაქალაქთან და ეს ასე არ არის. მე სენაკში დავიბადე, იქ გავიზარდე, ძალიან დიდი ემოციური კავშირი მაქვს ჩემს ქალაქთან, ბევრი მეგობრები მყავს, ახლობლები და ძალიან მიყვარს ჩემი ქალაქი. თუმცა რაც შეეხება MMA-ს, თბილისში დავიწყე ეროვნულ საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიში. სენაკი იყო ჩემთვის პირველი ატლანი კიკბოქსინგში. ანუ კიკბოქსინგი იყო ჩემი პირველი სპორტი, საიდანაც დავიწყე. ამ სპორტის სახეობაში შემოვედი კიკბოქსინგიდან. არ არის მარტივი, როდესაც ამ საბრძოლო ხელოვნებას ირჩევ. საკმაოდ რთულ გამოწვევებთან გაქვს საქმე, მხოლოდ რაღაც ერთი კონკრეტული სპორტით ვერ შემოიფარგლები, მრავალფეროვანია რა, ეს შერეული საბრძოლო ხელოვნება. ბევრ სხვადასხვა საბრძოლო დისციპლინაში უნდა გაერკვე, უნდა ივარჯიშო, ყოველდღიურ დისციპლინას მოითხოვს. გარდა ამისა, დისციპლინირებული უნდა იყო კვებაში. რათა შენ სასურველ წონით კატეგორიაში მოგიწიოს ბრძოლები. მარტივი არ არის, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია თუ სულით და გულით მოინდომებ და გაქვს მიზანი. ნამდვილად არ არის მარტივი, ყველასთვის რთულია, როდესაც ჩამოდიხარ, უმეტეს პირველი წელი, როდესაც არ გაქვს სამუშაოს უფლება, გარკვეულწილად უნდა დაიმკვიდრო ადგილი, არ იცი სად რა გააკეთო კონკრეტულად, სად შეიძლება მიხვიდე, რთულია, თუმცა ყველაფერი არის შესაძლებელი, თუ შრომის მოყვარე ხარ, ყველაფერს შეძლებ რა. ამერიკა არის შესაძლებლობების ქვეყანა, ბევრ რამეში გეხმარება ეს ქვეყანა, თუ შენ ალღოს აუღებ, თუ მოინდომებ, ყველაფერი შესაძლებელია. ან ის იყო ყველაზე რთული, რომ როდესაც თავიდან ჩამოვედი, არ მქონდა სამუშაო და გამომდინარე აქედან ყველაფერი ხარჯებთან არის მოგეხსენება დაკავშირებული. ვცდილობდი, რომ რაღაც სამუშაოები მეშოვნა, რაღაც სხვადასხვა ადგილას მუშაობდი, როდესაც ჩამოვედი, უსაბუთო ძალიან რთული იყო. შემდეგ ვიპოვე დარბაზი, ერთ ჩემს მეგობარს დავუკავშირდი, რომელმაც გიორგი კანკავას, ჩემს ძმაკაცს, რომელმაც მიმიყვანა იმ დარბაზში, სადაც დღეს ვარ, ლონგოს MMA-ში. და ეს ყველაფერი არც ისე მარტივი იყო რა, ეხლაც დღესაც ანუ ყოველდღიურად მივიწევს მუშაობა და შემდეგ მივდივარ დარბაზში. ზოგჯერ არც გძინავს ხოლმე სრულყოფილად
მაგრამ თუ გინდა და გუსული და გულით მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. ფიზიკური მუშაობაც მიწევდა, ძირთადად ღამის თენება მიწევდა და ეს იყო რა, ეს არის რთული. ახლაც ასე ვარ, ამ ტემპში ვარ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება. ამერიკაში არის იმის შესაძლებლობა, რომ ანუ ყავდეს სხვადასხვა სპარინგ პარტნიორები, კარგი იარო, კარგი დარბაში, ყავდეს საკმაოდ კარგი გუნდი. როდესაც დაინახავენ შენში იმ შესაძლებლობას და პოტენციალს, რომ შენ ნამდვილად გულით გინდა და შეგიძლია ამ სპორტში მიაღწიო წარმატებას, ყველა ცდილობს რომ გვერდში დაგიფრეს. ყოველ შემთხვევაში ჩემს დარბაში ასეთი სიტუაციაა და მე ძალიან მომწონს მათთან ერთად ყოფნა და მუშაობა. არის ეს დამოკიდებულება, რომ ანუ ქართველებს უკვე პატივს სცემენ, საკმაოდ მათთვის ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. მათ იციან უკვე სად არის საქართველოს, ვინც MMA-ის გულშემატკივარია და თვალს ადევნებს ჩვენს წარმატებულ ბიჭებს ხედავენ ტელეეკრანებზე, ყველა მიცის რომ საქართველოს არის საკმაოდ ძლიერი ხალხის მხარე, სადაც სხვადასხვა სპორტულ დისციპლინაში ხალხი წარმატებას აღწევს. ჯერჯერობით მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომელიც არის მაგალითად UFC ან PFL-ი, ყველა დიდი ორგანიზაცია ამერიკაში ეს ორი ორგანიზაციაა. გამომდინარე იქიდან, რომ მე ჩემი რეკორდი არ არის შტამბეჭდავი ამ პერიოდისთვის, მაგრამ გამოვასწორებ აუცილებლად ამ ყველაფერს, რადგანაც მაქვს ამის პოტენციალი და ვიმედოვნებ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ახლო ხანებში გარკვეულ პერიოდში ამ ორგანიზაციებმა დაინტერესება გამოთქვან ჩემით. არ მოყურებ მეტოქის რეკორდს გამომდინარე იქიდან, რომ ყოველთვის მე ვიყავი ანდერდოგი და არც ერთ ბრძოლაზე უკან არ დამიხევია. არასოდეს არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა. ეს გარკვეულწილად ცოტა ფიქრობ რომ არ არის კარგი, მაგრამ მე ასეთი ვარ და ასე ცხოვრობ. ყველას დიდი მადლობა ყველა იმ ჩემს თანაქალაქელს, ვინც გულშემატკივრობს, ვინც თვალს ადევნებს ხოლმე ჩემს ბრძოლებს. ყველას მადლობას ვუხდი და ყველანაირად ვეცდები რომ მათი იმედები გავამართლო. მეჯერ ავაფრიალო ქართული დროშა სხვადასხვა ორგანიზაციის ოქტაგონზე და ყველას წარმატებებს უსურვებ. ძალიან მახარებს, მაბედნიერებს და მაძლიერებს მათი მხარდაჭერა. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩემთვის.